ბალტიისპირა ქვეყნების ხელისუფლებები საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებით განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამოირჩევიან გარდა იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მოსახლეობას სიტყვით მიმართავდნენ, რითაც ქვეყნის შიდა საქმეებში ერეოდნენ საქართველოს რეპუტაციის დაზიანებასაც აქტიურად ცდილობენ. მათ შორის სხვადასხვა ადამიანების, პოლიტიკოსების, მოსამართლეების, პროკურორებისა და სამართალდამცველების დასანქცირებით. გადაწყვეტილების მიზეზი ოფიციალურ უწყებებს არ განუმარტავთ, თუმცა გარე ძალებთან შეთანხმებული სცენარი საერთაშორისო გამჭვირვალობამ გასცა. ორგანიზაციამ ბალტიის ქვეყნების ხელისუფლებების მიერ დასანქცირებულთა სია და მათზე შეზღუდვების დაწესების მიზეზები გაასაჯაროვა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სიაზე ქართულმა რადიკალურმა ოპოზიციამ და NGO სექტორმა იმუშავეს, რის შედეგადაც ის ბალტიის ქვეყნების ხელისუფლებებს გადაეგზავნათ. პროცესს კი კოორდინაცია სწორედ საერთაშორისო გამჭვირვალობა უწევდა. ის ფაქტი, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობამ სანქციების მიზეზების შესახებ იცოდა, ამ ფაქტს კიდევ ერთხელ ადასტურებს. თავად სანქციების მიზეზები, რომ არასერიოზულია, ამის მაგალითი ლაშა ტალახაძეა, რომლისთვის შეზღუდვების დაწესების მიზეზადაც აგრესიულობაა დასახელებული. ეს კი მაშინ, როდესაც გაწონასწორებული ტალახაძისგან ყველაზე აგრესიული ქმედება საზოგადოებას აქტიურ სპორტში ყოფნის პერიოდში მორიგი რეკორდების მოხსნისას ყვირილი ახსოვს. რაც შეეხება თავად გიგაურის ორგანიზაციას, როგორც ირკვევა უცხოეთიდან დაფინანსებული საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ესტონეთში დარეგისტრირდა და საქართველოში სრულიად უცხოური ინტერესებით მუშაობას აგრძელებს. შესაბამისი დავალება გიგაურმა სავარაუდოდ დამფინანსებლისგან მიიღო. გიგაურის ორგანიზაცია გამჭვირვალობის კანონის მიღებას ყველაზე აქტიურად ეწინააღმდეგებოდა. ქართული კანონმდებლობის და უცხოეთიდან მიღებული ფინანსების გამჭვირვალობისგან თავის ასარიდებლად კი ესტონეთში რეგისტრაცია გადაწყვიტეს. ჩვენ გვსურდა მოგვესმინა პასუხები თუ რა მიზნით დაარეგისტრირეს ეკა გიგაურმა და ალექსანდრე ბარამიძემ ორგანიზაცია თბილისიდან 3000 კილომეტრის დაშორებით და რა დირექტივებს იღებდნენ დამკვეთებისგან სანქცირებულთა სიის მომზადებისას, თუმცა გიგაურმა ჩვენს კითხვებზე პასუხების გაცემას თავი აარიდა და ზარებს არ ოპასუხა. დასასანქცირებელთა სიის შედგენაში მონაწილეობას საჯაროდ უარყოფენ, თუმცა თვითონ ფაქტს დადებითად აფასებენ რადიკალურ ოპოზიციაში. ჩვენ გვყავს სტრატეგიული პარტნიორები, ყველა ეს სია, რომელიც დგება, არის მათი პრეროგატივა. არანაირი აქ ესე თქვათ, დასმენების მექანიზმი, ვინვის დაასანქცირებს და ვინვის სიას წარადგენს არ არსებობს. ეს არის სუვერენული უფლება ნებისმიერი ქვეყნის და მათი გადაწყვეტილება, ვინ უნდა დაასანქციროს. ხუილია ის, რომ ერთობლივად შედგა სანქციების სია ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელმძღვანელობასთან ერთად, ასე რომ ყოფილიყო და მე რომ მქონოდა შესაძლებლობა სანქციების სიის შედგენის, სანქციების სია იქნებოდა უფრო მრავალრიცხოვანი. საკუთარ თავს თვითონ გამოუტანა ეს განაჩენი. ვინ ძალადობას ამართლებს, უნდა იყოს სანქცირებული. მე ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ვხედავ. რადიკალების არსჯერად მმართველ პარტიაში, როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ შეზღუდვების დაწესების აბსურდული მიზეზების უკან, საერთო პატრონების დირექტივებით მოქმედი არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია არიან. მათი მიზანი კი საზოგადოებისთვის პატივსაცემ ადამიანებზე თავდასხმის, პარალელურად ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნაა. დარწმუნებული ვარ, რომ მის ხელი ურევია ძალიან დიდი პროცენტული ალბათობით. თან წარმოიდგინეთ, იმდენად უნდა მოეძებნათ რაღაცა, თქვა ახსნა ამისათვის ლაშა ტალახაძეს დააბრალეს აგრესიულობა. რო თითქოს ლაშა ტალახაძე დასანქცირდა აგრესიულობისთვის. რამნაირი აგრესიული არის ლაშა ტალახაძე, ჩვენ ყველა ვიხილეთ, როდესაც ერთ-ერთი აქტივისტი მისდევდა და უკანასკნელი სიტყვებით შეურაცხყოფას აყენებდა, ამ თასავით გაცდა, საერთოდ რეაქციაც კი არ მისცა ამაზე. არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა იყოს ნეიტრალური. ის ნეიტრალურად უნდა უყურებდეს, თქვათ, მოვლენებს და თუ რამეს უარყოფით დაინახავს, ხელისუფლებასაც უნდა მიუთითოს და ოპოზიციასაც. მაგრამ როდესაც ერთი პატრონი ყავთ მათ და ამ პატრონებზე უკვე ლაპარაკიც აღარ მინდა, თვითონ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამხილა ისინი, ერთად ხედან, ერთი პატრონების ქვეშ ყოფი არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები, ეგრეთ წოდებული ოპოზიციის აღარ მინდა მაგათ ოპოზიცია უწოდო და ადგენენ რაღაცა სიებს გამოგონილი წარმოუდგენელი ბრალდებებით. ცდილობენ რომ შექმნან ხმაური, რომ თითქოს რაღაც ხდება, რეალურად ხდება ის, რომ რამდენიმე სახელმწიფო
და ის მართველი ძალა, რომელიც ამ სახელმწიფოებს მართავს, ცდილობენ ამოეფარონ ევროკავშირის ინსტიტუტებს, ამოეფარონ მსხვილ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს, რომ ამით შექმნა პოლიტიკური დღესასწაული საქართველოში და ამით საქართველოს მოსახლეობის აზრების მანიპულება მოახდინონ. სინამდვილეში არაფერი არ გამოვა, ეს აღარ არის ქართული ორგანიზაცია, არანაირი გაგებით, იგი დაფუძნებულია, გადაიტანეს თავისი ორგანიზაცია ესტონეთში. ამას რამდენიმე მიზანი ჰქონდა ჩვენი აზრით. პირველი ეს იყო, რომ გაქცეოდნენ ქართულ კანონმდებლობას, გამჭვირვალობის კანონმდებლობაზე აქვს საუბარი და სხვა ტიპის რეგულაციებს უცხოური ორგანიზაციები ცდილობენ ახლა გარედან კვლავ იგივეს გაგრძელებას. ხალხის ძალაში ეჭვი არ ეპარებათ, რომ დასთა სანქცირებელთა სიაზე საქართველოში რადიკალები მუშაობდნენ, რის შემდეგაც მათ კონკრეტული სახელები და გვარები ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს გადაუგზავნეს. რაც შეეხება საერთაშორისო გამჭვირვალობას საქართველოს, როგორც პარტიაში განმარტავენ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებას, ეკა გიგაური ამჯერად ესტონეთში დარეგისტრირებული NGO-ს მეშვეობით აპირებს. ხალხის ძალაში ამბობენ იმასაც, რომ უკრაინაში ომის გახანგრძლივება, ისევე როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ბრძოლების წამოწყება, ბალტიის ქვეყნების ხელისუფლებების ინტერესშია, რადგან ამ ფორმით ისინი ომს საკუთარ ქვეყნებს არიდებენ. გასაკვირი არავის არ არის, ხე ესტონეთში ნამდვილად არ აქვს ამისი ცნობიერება, რომ გაერკონენ ახლა აქ ვინ არის დასასანქცირებელი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ამისი არა მარტო ეჭვი არსებობს, ძალიან დიდი ალბათობა არსებობს, რომ ეს არის აქ საქართველოში ჯერ დაწერილი და მერე გადაგზავნილი იქ ესტონეთში. და აქ გამჭვირვალობას რო უწოდებს თავის თავს გიგაური და ამ დროს ყველაზე გაუმჭვირვალე ორგანიზაცია რო გახდა და არავის არაფერს ინფორმაციას არ აწვდის, აი ეს არის ზუსტად მიზეზი. იმიტომ რომ საქმე მეტი აღარაფერი აღარ აქვს, დაფინანსებაც შეუმცირდათ თუ სულ არ შეუწყდათ და ეხლა დგანან და აი ამ ბოღმისგან აღარ იციან რა გააკეთონ და გადაკვალიფიცირდნენ უკვე ეხლა იმ ესტონეთის და ბალტიისპირა ქვეყნების NGO-ებში და ეხლა უნდათ რომ იქიდან შეუტიონ საკუთარ ქვეყანას. ვაშინგტონიდან ვეღარ უტევენ, იმიტომ რომ იქ ჩაეჭრათ ეს წყარო. ბრიუსელში ეხლა არეულდარეულობაა და ჯერ თვითონ არიან დასალაგებლები, არც ალიათ ეხლა გიგაურისთვის და ლომჯარიებისთვის. და ეხლა ესტონეთი მოძებნეს. რატომ? იმიტომ რომ არაერთხელ ითქვა ეს ესტონეთს და ბალტიისპირა ქვეყნებს გამოცხადებული აქვთ უკვე, მათ შორის ევროპულ ქვეყნებს, რომ უკრაინაში მშვიდობა ჩვენ არ გვაწყობსო, იმიტომ რომ მერე ომი ჩვენსკენ წამოვაო. მიბაძავენ თუ არა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს უცხო ქვეყნების ინტერესებით მოქმედის სხვა NGO-ების და გადაიტანენ თუ არა საკუთარ ორგანიზაციებს უცხო ქვეყნებში საზოგადოება მალე იხილავს.